გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებთ საკუთარი ენერგეტიკის მართვასთან დაკავშირებით საუბრებს და დღეს მინდა ყველაზე გავრცელებული პრობლემის წნევის დარეგულირების შესახებ გესაუბროთ. ზოგადად აღმოსავლელი მედიცინა თვლის, რომ ქალებს მარცხნიდან შემოსდით ენერგია და მარჯვნიდან გაედინება, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ყველაფერი საპირისპირო. თუ ქალისთვის შემაწუხებელი გახდა, ანუ ზედმეტი ენერგია ხო, მაღალი წნევა, მან აუცილებლად უნდა მარჯვენა ხელიდან დაიწყოს ეს პროცესი, ანუ შუა თითი მიიტანოს ხელის გულთან. ამ შემთხვევაში შუა თითი არის წნევის დარეგულირებასთან დაკავშირებული და ხელის გული არის გულის საპროექციო ზონა, ასეა მიჩნეული აღმოსავლელ მედიცინაში. როდესაც ჩვენ მიგვაქვს შუა თითი ხელის გულთან, ხდება ერთგვარი დამაგნიტება ამ ორი მერიდიანის, ენერგეტიკული არხის და უნდა ჩამოუშვათ ჩვენ ეს ხელი ასეთ შემთხვევაში ძალიან თავისუფლად და ამ დროს ხდება დედამიწის გრავიტაციასთან აი ამ ენერგიის მიერთება და დამიწება ერთგვარი. ეს თუ მაღალია წნევა, თუ დაბალია, ანუ ვიფიტებით, კი არ გვაწუხებს, არამედ არ გვაქვს ენერგია, მაშინ უნდა ავწიოთ და უკვე აი ამ მაგნიტის საშუალებით მივიღებთ უკვე ზეცის ენერგიას და შევივსებით. ზოგადად აი ამ ბიოენერგეტიკას ევროპაში ასეც ეძახიან მაგნეტიზმი, ბიოენერგომაგნეტიზმი. ასე რომ ეს ნამდვილად მაგნიტური თვისებების არის. ახლა მეორე მეთოდი. როდესაც წნევა აქვთ, აი თუ დაკვირვები ხართ, თქვენ თვითონ ხართ ალბათ სხერპლი ხანდახან, ზოგჯერ ხშირადაც მაღალი წნევის და ძალიან ხშირად აი გეშინიათ თავის გამოძრავება. და ამ დროს პირიქით, ყველაზე მეტად ბლოკირებული ამ დროს გახლავთ კისრის ზონა. ამ დროს რა უნდა ქნათ, იცით, აი იმ თქვენივე სიამოვნების და ეხლა ერთგვარი ფანატიზმის გარეშე კისერს ამოძრავებთ ისე, რომ აი განსაკუთრებით აი გვერდული, აი ამ კუნთის გაწევა უნდა მოხდეს, თუ კი რაიმე იქ ჩალექილი იყო ზედმეტი ენერგია, უნდა განთავისუფლდეს სისხლძარღვების გამალვობა ამ ზონაში. აუცილებლად. ისე აი თუ გინდათ წინ წამოწიეთ, აი როგორც თქვენ მიიჩნევთ, თქვენი ორგანიზმის კარნახს უსმინეთ, აუცილებლად. და არა იმიტომ, რომ მე გითხარით, ან ვიღაცამ გასწავლათ გარედან ეს ამბები. ზოგადად ყველაფერი ასე ხდება თურმე, უნდა უსმინოთ ჩვენს ორგანიზმს. ახლა მესამე მეთოდი. ისევ სუნთქვა, რა თქმა უნდა. სუნთქვის დროს ისეთი საოცარი პროცესები მიდის ორგანიზმში, როდესაც სწორად ვაჩერებთ, სწორად ვათავისუფლებთ სისხლძარღვებს, ან სწორად ვიკავებთ. და ეს სწორი ამ შემთხვევაში არის აუცილებლად ისევ და ისევ თქვენი გულის დარტყმების და თქვენი შეგრძნებების კარნახით. იმიტომ რომ ზოგადად აი ხა ზედმეტი ენერგია ავიღოთ, ხო? მაღალი წნევა. ეს მაღალი წნევა არის დაგროვებითი. აი წარმოიდგინეთ ბარათი, რომელზეც გროვდება ქულები, ან რაღაც თანხა, ხო? არის დაგროვებითი. ანუ თავში ავიდა ენერგია, დაგროვდა, კისერში ბლოკია, ვერ ჩამოვიდა. ამიტომ ჩვენ რა შევით, ვანთავისუფლებთ კისერს და სუნთქვის საშუალებით და წარმოდგენის საშუალებით, რომელსაც ეიდეტიკის ხელოვნება ეწოდება, წარმოსახვა ზოგადად. ჩვენ ამ ენერგიას სუნთქვის დროს აღარ ვამატებთ. ანუ აქცენტს ვაკეთებთ უფრო გამოსუნთქვაზე და დაცლაზე, ვიდრე ჩასუნთქვაზე. ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ანუ ამოვისუნთქეთ, არ ჩავისუნთქეთ, აი გვაწუხებს წნევა, ამოვისუნთქეთ და გავჩერდით. აი სადამდეც შევძლებთ. შემდეგ ძალიან ფრთხილად, აი პატარა ეს შეფარდება წარმოიდგინეთ, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ძალიან უმნიშვნელო ჩასუნთქვა, ისე აი როგორც დაიჩუტა თითქოს რაღაცა თქვენში. ამოისუნთქეთ, გააყოლეთ, იგივე დედამიწის, აი წარმოსახვა ძალიან სასარგებლოა სხვათა შორის ამ შემთხვევაში. დედამიწის მიზიდულობას გააყოლეთ. თუ გნებავთ ხელით, აი ეს სამივე მეთოდი შეაერთეთ, ხელის მაგნეტიზმი, კისრის გათავისუფლება და სუნთქვა.
გააყოლეთ და აი როგორც დაგროვებითი არის, ხო? ნამატით გამ პირობებული, ისევე არის დაცლითი პროცესი, დაცლით და აი ამ პროცესის დასუსტებით და გამოფიტვით გამ პირობებული. ანუ თქვენ უნდა დაცალოთ ის ზედმეტი ენერგია, როგორც აღზი, რაღაცა აღზი უნდა ჩამოიცალოს, გამიგეთ? ამ შემთხვევაში აუცილებლად დაბალანსდებით. და კიდევ ერთი მინდა გითხრათ. ზოგადად, როდესაც არ იქნებით შეწუხებული ამ წნევის ან მაღალი წნევით ან დაბალით შეწუხებული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც არ იქნებით ამ მდგომარეობაში და კარგად გრძნობთ თავს, ხო ვთქვათ? აუცილებლად ივარჯიშეთ, გავარჯიშეთ წარმოდგენა, თქვენი წარმოსახვა და ეს როგორ უნდა გააკეთოთ. ამასაც გასწავლის დღეს. ესე იგი, აი წარმოიდგინეთ ერთ-ერთი სავარჯიშო ასეთი, რომ შედიხართ რაღაც ოთახში, იქ არის განლაგებული რაღაც ნივთები, ზოგი თბილია, ზოგი გრილია და თქვენ ამ ნივთებს აადგილებთ. ძალიან ადვილია და ესეთი მოკლე ესეთი სავარჯიშოა, მაგრამ ყოველ დღე თუ გააკეთებთ და რეგულარულად, ამას ძალიან დიდი ეფექტი ექნება მერე აი უკვე წნევის დროს შეწუხებული როცა ზიხართ და აი ეს წარმოსახვის მეთოდი რო გჭირდებათ უკვე რომ აი დედამიწას შეუერთოთ და გაიყვანოთ ეს ენერგია, ან ზეცას შეუერთოთ და დაიმუხტოთ, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს მანამდე ნავარჯიშები თქვენი გონება ძალიან დაგეხმარებათ. და ზოგადად მინდა გითხრათ რომ ჩემი კონტენტი შეგნებულად არ არის გადატვირთული აი ამ ფოტოებით და ვიდეოებით, როდესაც აი სისხლის მიმოქცევაზე ან რაღაცა ხელის გამოძრავებაზე ხსენების დროს არის ფოტოები მოცემული, იმიტომ რომ მე მინდა რომ თქვენ განავითაროთ თქვენში არსებული ენერგეტიკის წარმოსახვით მართვის უნარი, იმიტომ რომ მე თუ აქ თქვენ ჩემი მოგაწოდეთ, ის თქვენს წარმოსახვას ნამდვილად გააზარმაცებს. აი ეს არის ძირითადი, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ჯანმრთელობას გისურვებთ, წარმატებას.